ოკეანეები დედამიწის ზედაპირის 70%-ზე მეც ფარავს, მაგრამ იცოდი, რომ მათი უმეტესი ნაწილი, კონკრეტულად 80%-ზე მეტი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ოკეანე ძალიან ღრმა, ძალიან ცივი ან საშიში. სწორედ აქ ინახება საიდუმლოებები, რაც ადამიანთა უმეტესობას არასდროს უნახავს. ყველაზე უცნაური თევზებიდან დაწყებული, აუხსნელი ობიექტებით დამთავრებული. მოიმზადე ჟანგბადის ბალონები, რადგან ახლა ჩავყვინთავთ და აღმოვაჩენთ ყველაზე უცნაურ და შოკის მომგვრელ რაღაცებს ოკეანის სიღრმეში. როდესაც ოკეანის სიღრმეებში ჩადიხარ, ნამდვილად შეიძლება ელოდო გიჟურ არსებებს. წყლის უზარმაზარი წნევა და სინათლის უკმარისობა ნიშნავს, რომ იქ მცხოვრები არსებები განსაკუთრებულად უნდა მიესადაგონ გარემოს. ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო დიდ თვალებს, რომ შეაგროვონ რა შეიძლება მეტი სინათლე, ან უფრო რბილი სხეული, რომ გაუძლონ წნევას. ან რა, აი ეს რა ჯანდაბაა. ვერ ვამბობ, სად მთავრდება მისი საცეცები და სად იწყება თავი, თუ საერთოდ აქვს მასის. ამ ღელვარე კოშმარის კადრები 2015 წელს გადაიღეს ანგოლას სანაპიროსთან სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში. დისტანციური მართვის წყალქვეშა აპარატით ისინი 4350 ფუტის სიღრმეში ჩაეშვნენ და ამ უცნაურ არსებას გადააწყდნენ. თავიდან ვერ მიხვდნენ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, მაგრამ ანალიზის შემდეგ დაასკვნეს, რომ ეს ციპეტოფორის ერთგვარი ფორმა, საზღვაო ორგანიზმების კოლონია იყო, რომლებიც ერთიანად როგორც ერთი სხეული ისე ფუნქციონირებდნენ. ადამიანისთვის კი ეს ერთმთლიან შემზარავ არსებად გამოიყურებოდა. კოლონიის ასეთი სტრუქტურის გამო მას კონკრეტული ფორმა ან ზომა არ აქვს. 2014 წელს მეცნიერთა გუნდმა სხვა მსგავსი არსება აღმოაჩინა დაახლოებით 200 ფუტის სიღრმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროსთან. ის სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა წინა კვანძებისგან, მაგრამ ორივე ერთი ოჯახის ნაწილი იყო. ჩანს, რომ ერთი საშინელება საკმარისი არ ყოფილა, მეორეც იპოვეს. ტიტანიკი თავისი 880 ფუტიანი სიგრძითა და ჩაძირვის შეუძლებლობის სტატუსით ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გემის ნამსხვრევი, თუმცა მისი ბედი მხოლოდ 1985 წელს დადასტურდა ოფიციალურად, 74 წლის შემდეგ, როცა აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა. მაგრამ მეთევზე აბელ ფედერიკო ნოგუერასმა ტიტანიკის ბედი 8 წლით ადრე, 1976-ში აღმოაჩინა. ატლანტიკის შუაგულში ბადე ამოიღო და შენიშნა რაღაც, რაც ნამდვილად არ ყოფილა თევზი. როდესაც დააკვირდა გაუცდა, უსიცოცხლო სახე იყურებოდა პირდაპირ მისკენ. ცოტა საშიშად ჟღერს. ეს ადამიანი არ ყოფილა. ეს პორცელანის თოჯინის თავი აღმოჩნდა. დაახლოებით 6500 ფუტის სიღრმიდან ამოღებული. ეს არც უბრალო სათამაშო იყო. საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ნოგუერასი სწორედ იმ ადგილას თევზაობდა, სადაც ტიტანიკი ჩაიძირა. 1992 წელს ნოგუერასის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ეს პორცელანის თავი თოჯინების კოლექციონერ ტერეზა მარტინს მიუტანა. მან მისი ისტორია გამოიკვლია და დოკუმენტებიც იპოვა. ტიტანიკზე მყოფი გოგონების შესახებ, რომლებსაც თოჯინები მიჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ გადარჩენილმა ევა ჰარტმა თავის მემუარებში დაწერა, რომ გემის დატოვებისას თოჯინა კაიუტაში დარჩა. თოჯინის თავი 1906 წლის წარმოების აღმოჩნდა. სწორედ იმ წარმოებლის, ვინც ევა ჰარტის თოჯინა შექმნა. უძველესი არტეფაქტი. თუ შენ ფიქრობ, რომ ტიტანიკის 100 წლოვანი ნივთები უძველესია, მაშინ უნდა გაიგო 1984 წლის წყალქვეშა აღმოჩენის შესახებ. საზღვაო არქეოლოგი აიუდ ჯალილი ისრაელში წყალქვეშ გემის ნამსხვრევებს ეძებდა. გემი ვერ იპოვა, მაგრამ სხვა რამ აღმოაჩინა. ოკეანის ფსკერზე დაახლოებით 40 ფუტის სიღრმეზე მან მართკუთხა სახლების ნანგრევები შენიშნა. ამის შემდეგ დაიწყო ფართო სამძებრო სამუშაოები. მალევე გამოჩნდა საფლავები, ადამიანის ნაშთები, წყალქვეშა ჭები, რომლებიც თითქოს სხვა სამყაროს კარიბჭეებს გავდა. და 7 მეგალითი ნახევრადწრიული დალაგებული ფორმა. როდესაც მეცნიერებმა ეს ყოველივე ნახეს, ანალიზით დადგინდა, რომ ქალაქი დაახლოებით 8500 წლის იყო. შედარებისთვის ეს ადგილი 400 წლით უფრო ძველია ვიდრე გიზის პირამიდები და მეგალითი დაახლოებით 3500 წლით უფრო ძველია ვიდრე სტოუნჰენჯი. რატომ აღმოჩნდა ეს ქალაქი წყლის ქვეშ? იყო ეს უძველესი წყალქვეშა იმპერიის ნაწილი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დასახლება, რომელიც საფეხბურთო მოედნის ზომაზე 8-ჯერ უფრო დიდი იყო, მოულოდნელად მიატოვეს. სავარაუდოდ იმ პერიოდში ეტნას ვულკანის ამოფრქვევამ 130 ფუტიანი ცუნამი გამოიწვია, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქები საათებში დაფარა. ღრმა ზღვა მხოლოდ ძველი არტეფაქტების საცავი ნამდვილად არ არის. აქ დღემდე ბინადრობენ უცნაური ცოცხალი არსებები. აი მაგალითად ღრმა წყლოვანი ხვლიკ თევზა. ამის მერე ძილი შეიძლება გაგიჭირდეს, თუმცა მისმა საშინელმა იერმა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში უნდა შეგაშინოს. ეს დაახლოებით 60 სანტიმეტრის სიგრძის მტაცებელი 600-დან 3350 მეტრის სიღრმეში ცხოვრობს.
ეს არის ეგრეთ წოდებული შუაღამის ზონა, ადგილი, სადაც მუდმივი სიბნელეა. მხოლოდ ბიოლუმინესცენტრული არსებების შუქიანათებს, სინათლის სიმცირის გამო ხვლიკთევზებს უზარმაზარი თვალები აქვთ, რომ მცირე შუქიც კი დაიჭირონ, მაგრამ თვალები მათი ერთადერთი საშიში ატრიბუტი ნამდვილად არ არის. მათი პირი ასობით ნემსის მსგავსი ბასრი კბილითაა სავსე, რომლებიც მსხვერპლს პირს უჭერენ. ღრმაწყლოვანი ხვლიკთევზები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მცხოვრები ტოპ მტაცებლები არიან. არაფერზე ნადირობას არ ერიდება, მათ შორის საკუთარ სახეობაზეც კი. თუმცა სხვა ხვლიკთევზას რომ შეხვდეს, ისეთივე შანსია რომ შეჭამოს, როგორც მასთან გამრავლდეს. საბოლოოდ ეს იმიტომ ხდება, რომ ამ უკიდურეს სიბნელეში სიცოცხლე იშვიათია. ყველა ღრმაწყლოვანი ხვლიკთევზა ჰერმაფროდიტია. აქვთ როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი რეპროდუქციული ორგანოები, რაც მათ საშუალებას აძლევს გამრავლდნენ ნებისმიერი სახეობის წევრთან. ყარად მდგომი. კიდევ უფრო ღრმად, 4,5 კილომეტრის სიღრმეზე, აბისალურ ზონაში ცხოვრობს კიდევ ერთი უცნაური არსება, ტრიპოდ თევზი. როგორც სახელიდან ჩანს, მას აქვს 3 გრძელი ფარფლი, რომლითაც ფსკერზე დადგომას ახერხებს. ღრმაწყლოვანი ხვლიკთევზისგან განსხვავებით, ტრიპოდ თევზებს ძალიან პატარა თვალები აქვთ, სულ რაღაც მილიმეტრიანი. სინამდვილეში კი ისინი სულ სხვანაირად მოქმედებენ. მათი ნადირობის მეთოდებიც კი განსხვავებულია. ფსკერზე ჩუმად დგებიან, თავს წყლის დინებას აქცევენ და ელოდებიან. თვალებით კი არა, არამედ ფარფლების მეშვეობით იჭერენ მსხვერპლს, რომლებიც ანტენასავით აქვთ გაშლილი და მოძრაობას აფიქსირებენ. ერთგვარი სენსორია. ისინი მარტო ცხოვრობენ, ამიტომ როგორც ხვლიკთევზები, ჰერმაფროდიტები არიან, მაგრამ ტრიპოდ თევზებს შეუძლიათ თვითონვე შექმნან როგორც სპერმა, ისე კვერცხუჯრედები და გამრავლდნენ სრულიად მარტო საკუთარ თავთან. საოცარი გამჭრიახობა, ხომ ასეა? 3500 მეტრის სიღრმეში კვლავ შუაღამის ზონაში ცხოვრობს კიდევ ერთი უცნაური არსება, გულპიერის ელი, ანუ პელიკანის ელი. ეს ღრმაწყლოვანი არსება ყველაზე მეტად თავისი უზარმაზარი პირით არის ცნობილი, რომელიც პელიკანის მსგავსია. მთლიანობაში ისინი დაახლოებით 75 სანტიმეტრის სიგრძისანი არიან, ხოლო თავი მათი სხეულის 25%-ს შეადგენს. მათი ყბები არა მხოლოდ უზარმაზარია, არამედ თავისუფლად მორგებულია და ადვილად იშლება. ისინი პირს ისე ფართოდ ხსნიან, რომ მუცლის ქვედა მხარეს არსებული ფხვიერი კანი უზარმაზარ ბადედ იქცევა, რომელიც საკუთარ თავზე ორჯერ უფრო დიდ მსხვერპლსაც კი იტევს. მაგრამ პელიკანის ელის უცნაური მახასიათებლები მხოლოდ მის უზარმაზარ პირზე არ მთავრდება. სხეულის მეორე ბოლოზე მას აქვს წამწამებივით გრძელი კუდი, რომელიც სინათლეს გამოიმუშავებს და ფოტოფორი ეწოდება. ბიოლუმინესცენციის საშუალებით ფოტოფორი მკვეთრი ვარდისფერი ნათებით ანათებს მის გარშემო ბნელ წყალს. შეიძლება იფიქრო, რომ ეს მას ამხელს, მაგრამ სინათლე სატყუარასავით მოქმედებს. მსხვერპლს პირდაპირ ამ მონსტრის უზარმაზარ პირში იზიდავს. შეგიძლია წარმოიდგინო რამე ამაზე უარესი. გიგანტური დანა. ღრმა ზღვაში უცნაური არსებები ერთადერთი რამ არ არის, რაც ადამიანს შეიძლება ხვდეს და გონება აურიოს. რას იზამდი წყალქვეშა ნავით ყვინთვისას, რომ გეპოვა უზარმაზარი დანის მსგავსი ობიექტი. შეხედე ამ გაუგებარ ფოტოს. ამ ყვინთავებს მართლაც ხელში უჭირავთ გიგანტური დანა. ეს შემაძრწუნებელი აღმოჩენა მადაგასკარის სანაპიროსთან გაკეთდა და ინტერნეტში ყველას გაოცებაც მოახერხა. თუ ის ადამიანები მოზრდილები არიან, მაშინ ეს დანა 2 მეტრს უნდა აღემატებოდეს. კითხვა ისაა, ვის ჭირდება ასეთი დიდი დანა? ზოგიერთი თეორია არსებობს, რომ ეს იარაღი პრეისტორიულმა გიგანტებმა გამოიყენეს, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ. იქნებ ეს მახვილი მეგალადონის გავსი უზარმაზარი ზვიგენის მოსაკლავად იყო. სინამდვილეში უფრო სავარაუდოა, რომ ეს საერთოდ არ არის დანა. უფრო მეტად ფილმის დეკორაციის დაკარგული ნაწილი უნდა იყოს, რომელიც როგორღაც ზღვაში აღმოჩნდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პროპელერი იყოს ან ხომალდის გემის საჭის ნაწილი. რას ფიქრობ შენ? თუ გონია, რომ ეს ფილმის დაკარგული დეკორაცია, გამოიწერე არხი. თუ გონია, რომ ეს თვითმფრინავის პროპელერია, დააჭირე ლაიქს. თუ შენ საკუთარ თეორიას ფლობ, მაშინ კომენტარებში გაგვიზიარე. სამივე ვარიანტი მაწყობს. ზღვის ქანდაკებები. პირველ შეხედვაზე გრენადის სანაპიროსთან მდებარე მოლინიერის ყურე ბარათის ილუსტრაციას გავს, მაგრამ წყლის ქვეშ ყველაფერი სხვაგვარადაა. ნებისმიერი მყვინთავი, ვინც აქ ჩავა, ასეთი შემაძრწუნებელი სანახაობის მომსწრე გახდება. საბედნიეროდ ეს პომპეის ბნელი წყალქვეშა ვერსია არ არის, ადამიანის ხელით შექმნილი ქანდაკებებია. ბრიტანელმა სკულპტორმა ჯეისონ დეკერის ტეილორმა ეს ქანდაკებები ადგილობრივი მოსახლეობის ლიპქასთებით შექმნა. არა იმისთვის, რომ მყვინთავები შეეშინებინა, არამედ იმისთვის, რომ ადამიანები უფრო მეტად დაახლოოს წყალქვეშა გარემოსთან. წარმოიდგინე ლამაზი და მშვიდი ყურე გონია და უცებ ასეთ სანახაობას გადააწყდები.
დაახლოებით 4500 მილით ჩრდილოეთით შვეიცარიის ნოშატელის ტბაში 40 მეტრის სიღრმეზე 5 მეტრის სიგრძის საშინელი ზვიგენის ქანდაკება დევს. კითხვა ისაა, რატომ არის ტბაში ასეთი მონსტრი? სინამდვილეში ეს უზარმაზარი ქანდაკება 2007 წელს შეიქმნა ფილმისთვის, ხოლო ფილმის დასრულების შემდეგ იგი ტბაში დატოვეს, ალბათ ტურისტების შესაშინებლად. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ტბაში დაცურავ და ხედა უცებ ფსკერზე აი ამ გიგანტს. საკმაოდ სამშტაბი იქნება და უფრო საშიშით. ნახვამდის ნიანგო. ძლიერ მტაცებლებზე საუბრისას მოდი გადავიდეთ ჩვენ შემდეგ საშიშ აღმოჩენაზე. 1800 მეტრის სიღრმეზე მექსიკის ყურეში. დიახ, თვალები არ გატყუებს, ეს ნიანგია ოკეანის ფსკერზე. მაგრამ ზვიგენისგან განსხვავებით ეს ქანდაკება არ არის, რეალური ნიანგია. წარმოიდგინე რა საშინელება იქნებოდა მყინთავისთვის ასეთ მტაცებელს პირისპირ შეხვედროდა. მაგრამ როგორ შეუძლია ნიანგს, რომელიც ჩვეულებრივ ტბებში და მდინარეებში ცხოვრობს, ღრმა ზღვაში ასე გადარჩეს? პასუხი მარტივია. არ შეუძლია. ეს ნიანგი ცოცხალი არ ყოფილა. სინამდვილეში სამი ნიანგი ექსპერიმენტის ნაწილი გახდა, როდესაც ლუიზიანას უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგებმა ისინი ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს, რათა ენახათ, როგორ რეაგირებდა ღრმაწყლოვანი ფაუნა ასეთ უჩვეულო საკვებზე. შედეგებმა ისინი შოქში ჩააგდო. გამოდის, რომ ეს სამი ნიანგი მათ უბრალოდ გაწირეს მოსაკლავად. ერთმა ნიანგმა 24 საათზე ნაკლებ დროში მთლიანად დაკარგა სხეული. მას ფეხბურთის ბურთის ზომის იზოპოდები დაესხნენ და მთლიანად გაანადგურეს, შეჭამეს. მეორე ნიმუში ძვლებამდე გათალეს და უცნაური ყავისფერი ნაფენი დატოვეს. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ნაფენი სინამდვილეში ძვლებზე მსხვილი ჭიის სახეობა იყო. რაც შეეხება მესამეს, იგი საერთოდ გაუჩინარდა 8 დღეში. ადგილზე დარჩა მხოლოდ დამჭერი მოწყობილობა და 50 კილოიანი დამტვირთველი, რომლითაც ფსკერზე ჩაუშვეს. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ადგილიდან კვალი ქრებოდა. თვითონ ნიანგი სრულად გაუჩინარდა. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან, რა კოლოსალურმა არსებამ შეძლო მთლიანი ნიანგის გადაყლაპვა. კუს საფლავი. ნიანგები ერთადერთი რეპტილიები არ არიან, რომლებიც ზღვის სიღრმეში აღმოჩნდნენ. ფოტოგრაფმა ჯოშ ვერგარამ მალაიზიის სანაპიროს კუნძულებთან ყვინთვისას სრულად მოულოდნელი რამ ნახა. დაახლოებით 22 მეტრის სიღრმეზე მან გამოქვაბულს მიაგნო, რომელიც ჩვეულებრივი არ იყო. იგი სავსე აღმოჩნდა მკვდარი კუების ჩონჩხებით. ამ ადგილს ადგილობრივები კუს საფლავს უწოდებენ, მაგრამ როგორ შეიძლება მარტოობით ცნობილ არსებებს ასეთ ჯგუფებად მოეყარათ აქ თავი. ზოგი ფიქრობს, რომ კუებმა ეს გამოქვაბული სიკვდილის წინ დასასვენებელ ადგილად აირჩიეს, თუმცა უფრო სავარაუდო მიზეზი ნაკლებად რომანტიკულია. გამოქვაბული სავსეა ბილიკებითა და მოსახვევებით, რის გამოც კუები ალბათ დაიკარგნენ. მიუხედავად იმისა, რომ კუებს სუნთქვის შეკავება 2 საათამდე შეუძლიათ, მათ გასასვლელი ვერ იპოვეს და გაიგუდნენ. ეს ტრაგიკული და უცნაური ისტორია. საშიში ნიჟარა. ახლა კი გადავიდეთ ცოცხალ არსებებზე. ეს პატარა ქორიკრაბი მართლაც უცნაური ხერხით იცავს თავს. ქორიკრაბებს რბილი მუცელი აქვს და მტაცებლისგან დასაცავად ნიჟარებს იყენებენ. ჩვეულებრივ ისინი ზღვის ლოკოკინის ცარიელ ნიჟარაში შედიან, მაგრამ ეს კონკრეტული ქორიკრაბი უფრო გიჟურ გადაწყვეტილებას იღებს. ის პარაპაგურუსის სახეობის ქორიკრაბია, რომელიც ნიჟარის ნაცვლად ზოანთიდს იყენებს, ზღვის ანემონას მსგავს არსებას. პატარა ასაკში ქორიკრაბი ლოკოკინის ნიჟარას ირჩევს, მაგრამ შემდეგ მასზე ზოანთიდი ებმის და დროთა განმავლობაში ნიჟარის ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე. მჭიდროდ ეხვევა კრაბის მუცელს და თითქოს მას ცოცხალ ნიჟარად აქცევს. მიუხედავად შემზარავი ერისა, ეს სინამდვილეში ორივესთვის სასარგებლოა. ქორიკრაბს აღარ უწევს ნიჟარის გამოცვლა, რაც დროებით დაუცველს ხდის, ხოლო ზოანთიდის მწველი უჯრედები მას მტაცებლებს აშორებს. ამავდროულად კრაბის გადაადგილება ზოანთიდსაც აძლევს საშუალებას სხვადასხვა ადგილზე მოხვდეს და უკეთ იკვებოს. იდეალური სიმბიოზია. 2023 წლის აპრილში რომან ფედოროვი ბარენცის ზღვაში თევზაობდა, რუსეთის ჩრდილო სანაპიროებთან. ის კომერციულ სატვირთოზე მუშაობდა და ჩვეულებრივ თევზს ეძებდა. ქაშახს, კოდს, იქნებ ცოტა წკუმბრიასაც თუ გაუმართლობდა. თუმცა ბადეში მხოლოდ ეს არ მოხდა. ბადეები 600 მეტრის სიღრმემდე ჩადის და გასაკვირია რა საშიში არსებები რომ ამოყვნენ. იმ საბედისწერო დღესაც ფედოროვმა სწორედ ასეთი შემზარავი თევზი ამოიყვანა. მისი ხორცოვანი ვარდისფერი პირი, ქერცლიანი სხეული, ხვლიკივით კუდი და თვალები, რომლებიც შემზარავად იყო ამობურცული, ნამდვილ კოშმარად აქცევდა მას. ფოტო ინტერნეტში რომ ატვირთა, უამრავი თეორია გაჩნდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს იშვიათი დეფორმაცია იყო. სხვები დაბინძურებას აბრალებდნენ. სინამდვილეში არც ერთი. ეს იყო ხახთვალა გრენადერი. იგივე სხივფარფლიანი თევზი, რომელიც დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეზე ბინადრობს. მას ყველა ის უცნაური თვისება აქვს, რაც ფედოროვის ნაპოვნ თევზს. გარდა რამდენიმე დეტალისა, მათი პირი ჩვეულებრივ არაა ვარდისფრად და გაბერილიც არ არის. ასევე თვალებით ჩვეულებრივად არიან თავის ადგილზე და არ არის ამომხტარი ბუდიდან. ამგვარი დეფორმაცია გამოწვეულია ბაროტრამვით.
ან წნევის ცვლილებით გამოწვეული ფიზიკური დაზიანებით. რას ნიშნავს ახლა ეს? თევზებს აქვთ საცურაო ბუშტი. შიგნით აირით არის სავსე ეს ორგანო, რომელიც წყალქვეშ ბალანსის შენარჩუნებას ეხმარება. სიღრმეში, სადაც ეს თევზები ცხოვრობენ, წნევა ძალიან მაღალია და გაზები შეკუმშულია. მაგრამ, როდესაც თევზი სწრაფად ამოდის ზედაპირზე, გარეწნევა მკვეთრად მცირდება და ბუშტში არსებული გაზებიც ფართოვდება. რის შედეგადაც თვალები და სხვა ორგანოები გარეთ ამოხტება ხოლმე. გონი დაბინძურების ვერსია უფრო სასიამოვნო ჟღერს ამ თევზებისთვის, ვიდრე საკუთარი ორგანოები რომ გხეთქავს შიგნიდან. ზღვის ატომური ბომბი. დროთა განმავლობაში ოკეანის ფსკერზე უამრავი ხელოვნური, იდუმალი ობიექტი აღმოჩნდა. აი მაგალითად ეს ფოტო, რომელიც ინტერნეტში ვრცელდებოდა. თითქოს ოკეანის ფსკერზე ბირთვული რეაქტორი იწვა. საბედნიეროდ ეს ფოტოშოპი იყო, მაგრამ ძალიანაც რომ მოისვენებ. ზღვებში რეალურად უამრავი ბირთვული რეაქტორია მიმოფანტული. 1960-დან 80-იან წლებში საბჭოთა კავშირმა მხოლოდ ბარნეცის ზღვაში დაახლოებით 18000 რადიოაქტიური ობიექტი ჩაყარა. ეს სწორედ ის ზღვაა, სადაც საშიში თევზს დაიჭირეს, ზემოთ რომ ვახსენეთ. ობიექტების უმეტესობა მცირე რისკს წარმოადგენს, თუმცა ზოგი მათგანი ეკოსისტემისთვის სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება. ყველაზე რადიოაქტიური ნარჩენებია წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორები, ასევე ლენინის ბირთვული მჭრელი გემის რეაქტორი. მიჩნეულია, რომ მხოლოდ ეს ობიექტები ბარენცის ზღვაში არსებული რადიოაქტიური წყაროს 90%-ზე მეტ შეადგენს. პრობლემა ისაა, რომ 200 მეტრზე მეტ სიღრმეში არსებული ბირთვული ბომბების ამოღება ძალიან რთულია, სჭირდება სპეციალური ტექნიკა, ექსპერტები და კოლოსალური ძალისხმევა. მაგრამ ღრმა ზღვა მხოლოდ ასეთ მკვდარ საშინელებებს კი არა, ცოცხალ კოშმარებსაც მალავს. 2010 წელს იაპონიის საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სააგენტომ დააფიქსირა რაღაც უცნაური, როდესაც მართავდნენ წყალქვეშა რობოტს 300 მეტრის სიღრმეზე. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივი ჩანდა. წყალი ფსკერი, მაგრამ უცებ ყველაფერი ბევრად უფრო საშინელი გახდა. ეს რა ჯანდაბა, დემონური ზღვის ძროხა, თუ პოკემონი. ვიდეომ ზოგი დააფიქრა და თქვენს რომ ეს ნინგენი იყო, თანამედროვე ფოლკლორის მითიური ქმნილება. ამბობენ რომ იგი ანტარქტიდის სანაპიროსთან შეამჩნიეს და მის სიგრძე 25 მეტრს აღწევდა. ანუ ლურჯი ვეშაპის ზომას. ხმულების მიხედვით ნინგენს დიდი ცარიელი თვალები და 5 თითიანი ხელები აქვს. ჩვენ კადრში სრულად ვერ ვხედავთ მის სხეულს და კიდურებს, მაგრამ თვალები ნამდვილად საშიშად გამოიყურება. იქნებ ნინგენი უბრალოდ ფოლკლორი არ არის, თუმცა მკვლევარები თვლიან რომ ეს უბრალოდ ქვა იყო, რომელიც თვალების ილუზიას ქმნიდა. შენ რას ფიქრობ? ქვა თუ გიგანტური ჰუმანოიდი საზღვაო მონსტრი, რომელიც სამყაროს მოსპობას აპირებს? მე ვიცი რომელ ვერსიაზე ვდებ ფსონს. მაგრამ ყველა ამ უცნაურ აღმოჩენას შორის ერთია, რომელიც ყველაფერს აჭარბებს. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ჰადალის ზონაში ცხოვრობს, ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილში, ოკეანურ ხევებში. იქ უფრო ნაკლები ადამიანი ყოფილა ვიდრე მთვარეზე. და თუ ოდესმე იქ მოხვდები, ჯობს თვალები ფართოდ კონდეს გახელილი. იქ შეიძლება გადაეყარო ამ საზღვაო მონსტრს. ეს არსება აბსოლუტურად რეალურია. 6000 მეტრის სიღრმეში მცხოვრები არსება, მაგნა, პინა, ანუ დიდფრთიანი კალმარი მართლაც ამართლებს თავის სახელს. მისი საცეცები ისეა მოხრილი, თითქოს იდაყვები ჰქონდეს და სხეულის ქვეშ 8 მეტრამდე იწელება. ასეთი ზომის მიუხედავად, მათი საცხოვრებელი სიღრმის გამო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული და მათი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. როგორ ნადირობენ ისინი? ერთი თეორია არსებობს, რომ საცეცებს ზღვის ფსკერზე ათრევენ და გზად ყველაფერს იჭერენ. სხვა თეორია კი, რომ უბრალოდ ელოდებიან, სანამ პლანქტონი ან სხვა რაიმე არსება მათ საცეცში თავისით არ გაეხვევა. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა, თუ კი მოგეწონა და თუ კი თავიდან ბოლომდე უყურე, მაშინ აუცილებლად გამოიწერე არხი. თუ კი ჯერ არ გაქვს გამოწერილი. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.